დღეს ვისაუბრებ სულ ახალი კრებულის შესახებ, ეს არის კრებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, განსხვავებულია და ახალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა დავაგვიანეთ კიდეც, ასე ვთქვათ, ალბათ დამეთანხმებიან ამ კრებულის, განსაკუთრებით დამეთანხმება ნინო კიკნაძე, ამ კრებულის მთავარი ავტორი, ინიციატორი, იდეის ავტორი და განმახორციელებელი, სხვებთან ერთად რასაკვირველია, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ამ კრებულის ავტორი. ეს არის კრებული, რომელსაც ქვია კარი გამიღე და ეს არის კრებული, რომელიც შექმნაშიც იღებდა 9 თანამედროვე ქართველი ავტორი მონაწილეობას. თემატურად ეს არის ახლომდგომი, განსხვავებული ერთმანეთისაგან, ესე იგი 9-ემ გააკეთეს სხვადასხვა არჩევანი, მაგრამ საერთოდ რაც მას აერთიანებთ, ეს არის ყურადღება, რომელიც ჩვენგან, ნებისმიერ ჩვენთაგანისგან აკლია იმ ადამიანებს, ვის შესაძლებაც არის ეს კრებული. ამაზე ყველაფერზე დაწვრილებით მოგვიყვებიან დღევანდელი ჩვენი სტუმრები, თვითონ ნინო კიკნაძე, მწერალი ალექს ჩიგუნაძე, რომელიც როგორც ავტორი ასევე იღებდა ამ კრებულის შედგენაში მონაწილეობას და წინაპირობა ის იყო, ესე იგი რაც მე ვიცი, ჯერ იმას ვიტყვი და მე თქვენ ალექსისთან ერთად მოусმენთ ნინოს, ესე იგი წინაპირობა ის იყო, რომ ორჯერ ქონდა საშუალება მოგვესმინა ადამიანებისთვის, ვინც უკეთიციან, ესე იგი ამ პრობლემის არსი, მისი სიმპტომები, მისადმი დამოკიდებულება, მოგვარება, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის, ესე იგი ხელშეწყობა, რომ იგრძნონ თავი ისეთივე სრულუფლებიან წევრად ჩვენი საზოგადოების, როგორც ჩვენ ვართ. ანუ იმ პრობლემის გამო, რომელიც მათ აქვს, თქვა ჯანმრთელობის და სხვა პრობლემის გამო, არ იგრძნონ თავი გარიყულად, ან არასრულუფლებიან წევრად ჩვენი საზოგადოებისა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში ნინოს უთხრა და ყველას, ესე იგი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, ვისი დაფინანსებით და ესე იგი ორგანიზებით მოხდა. ჯერ 2 სემინარის ჩატარება, ეს იყო კახეთში და შემდეგ ყაზბეგში, ამ ადამიანებსაც მადლობა რა თქმა უნდა, საზოგადოების საშუალება, რომ გავცნობოდით ამ პრობლემას თემატურად და მოგვესმინა ფსიქოლოგებისთვის, ფსიქიატრებისთვის, სპეციალისტებისთვის, ვის გარეშეც ძალიან ძნელი იქნებოდა, რომ მეტი წარმოდგენა გქონოდა, მეტი ინფორმაცია ყველაფერს თავი დავანებოდა. დიდი მადლობა, რომ მოგზავნით ჩვენს გადაცემაში და ძალიან მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას ამ კრებულმა კი არა, გასაგებია. თვითონ თემატიკამ, თვითონ ამ პრობლემამ, რომ რაც მეტი ადამიანი იქნება ამით დაინტერესებული, მით მეტად ნაკლები პრობლემა ექნება იმ ადამიანებს, ვის შესაძლებაც არის ეს კრებული და ამიტომ ნინოს ვთხოვთ, რომ ესე იგი როგორ გაჩნდა ეს იდეა, საერთოდ დაიბადა საერთოდ და რამდენად სწორად ფიქრობ, რომ აი კრებულის, ესე იგი ამ გზით წასვლა, რომ აი მწერლების ჩართვა არის კარგი გამოსავალი, ოპტიმალური, ასე ვთქვათ, შედეგის მომტანი. მოგესალმებით, თათო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა, რომ მონაწილეობა მიიღე, ყოფილიყავი ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი და არაჩვეულებრივი მოთხრობის ავტორი. რაც შეეხება ინიციატივას თუ როგორ გაჩნდა, ჩვენი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ძალიან დიდი ხანია მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზოგადად და ადამიანის უფლებების დაცვაზე ჯანდაცვის კუთხით. რაშიც მოიაზრება აივ-ინფიცირებულ პირთა უფლებების დაცვა, პალიატიური მზრუნველობის პაციენტების უფლებების დაცვა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბევრ სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებთ და ბევრ საქმიანობას ვახორციელებთ იმისთვის, რომ უკეთ იყოს რეალიზებული და დაცული ამ ასეთი ადამიანების უფლებები. თუმცა ესეთი პროექტი მწერლების ჩართულობით გაკეთებული, რასაკვირველია პირველია და რატო გაგვიჩნდა ეს იდეა? იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ ის მწერლები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა აი ამ კრებულის შექმნაში, არიან პოპულარულები საზოგადოებაში და მიგვაჩნია, რომ აი მათი მონათხრობით, ამის საშუალებით საზოგადოებისთვის უფრო მეტად ინფორმატიულს გავხდით იმ პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან. და აი ამიტომ ვიფიქრეთ, რომ შეგვექმნა ესეთი რამ, მაგრამ ეს არ არის რასაკვირველია შეკვეთა, ეს არ იყო შეკვეთა. ჩვენ ვეცადეთ, რომ დაგვენახებინა აი ამ 9 მწერლისთვის თუ რა პრობლემები აქვთ ადამიანებს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი, ვთქვათ, იგივე დაუნის სინდრომით დაავადებულები, პალიატიური მზრუნველობის პაციენტები და სწორედ ამიტომაც ჩავატარეთ სემინარი, სადაც მოვიწვიეთ თვითონ აი ასეთი ადამიანები, რომლებიც წარსდგნენ თქვენ წინაშე და ეცადნენ, რომ კარგად დაენახებინათ თქვენთვის თუ ვთქვათ, იგივე როგორია იცხოვრო ქვეყანაში და საზოგადოებაში, რომლის წინაშე ჩვენ სტიგმატიზირებული ხარ, სადაც ვერ გადაადგილდები, სადაც არ არის პანდუსები, არ არის ადაპტირებული ტრანსპორტი და ვთქვათ, როდესაც გაქვს აივ ინფექცია შიცი, გარკვეული საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ თუ გადაკოცნის შეიძლება შიცი ამითი გადაედოს. აი სწორედ ამ სტიგმის დამსხრევას, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მიზანი სწორედ
აი ამ კრებულის შექმნის არის ზუსტად ეს, რომ საზოგადოებაში დაიმსხვრეს სტიგმა და ყველა ჩვენგანი ეცადოს კარი გაუხოს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს კრებულის სახელწოდებაც დაკავშირებული თვითონ. კი ბატონო, ვიტყვი ზუსტად აი კრებულის სახელწოდება კარი გამიღე წარმოადგენს ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი არის კამარა, რომელმაც მოაწყო გამოფენა აი ამ თვითონ წამალდამოკიდებული და ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანების მიერ შექმნილი ნამუშევრების და ერქვა აი ამ გამოფენას სახელად კარი გამიღე. ვინაიდან სწორედ აი ეს ადამიანები, წამალდამოკიდებული ადამიანებიც თითქოს საზოგადოების მხრიდან გარიყულები არიან და აი მათ დაარქვეს ასეთი სახელი თავის გამოფენას და უთხრეს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ კარი გაგვიხეთ. ხო, გასაგებია ეს სხვა შორის მე მადლობა მინდა უთხრა, რადგან ვახსენეთ კამარა. რომ ესე იგი არტო ნათია ფანჯიკიძეს კი არა, ყველა ადამიანს, ვინც ესე იგი შენი წყალობით მე და ალექსანდრე კიდე რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ გავიცანით ადამიანები, სხვა არ ვიცოდით ბევრი. იქით გაგვიღეს კარი მგონი. იქით გაგვიღეს კარი, ისეთი სამყარო დაგვანახოს, რომელიც აი შენს გვერდზეა და ვერ ხედავ. ხო ესე უცნაური რამე იყო, რომ ვერ ხედავ რა, ანუ შენს გვერდით არსებობს და პრინციპში ხო. ან ხედავ, მაგრამ უბრალოდ არ გინდა რომ დაინახო და სხვა პრობლემებით ხარ დაკავებული. ხარ დაკავებული, კი მართალია, აბსოლუტურად გეთანხმები, ამიტომ რა ვიცი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეხლა რაც მე ეს არჩევანიც აი სხვა შორის, ეხლა ჩემთვის მაგალითად პირადად ხო, რატო იყო ეს ნარკომანია, რომ მე ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ესე იგი იმ ადამიანებთან ერთად, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, ესე იგი უბანში, აი ჩემი ბავშვები სამ და აღარ არსებობს, ფიზიკურად აღარ არსებობს, ესე იგი ამოწყდნენ და ეს იდეაც რომ ესე იგი აი საიდან გამიშდა, აქედან გამიშდა, რომ ესე იგი ეს არის სამშობლოდ რეალური ამბავი, რომ 20 წლის შემდეგ ეს მარტო ამ კლასელებს კი არ დაემართათ მისი შესაძლებაც ეს მოთხოვნა. უამრავ კლასს, რომლებიც 20 წლის მერე შეიკრიბნენ, აღმოჩნდნენ რომ ბიჭები აღარ ყავთ, იმიტომ რომ დაიხოცნენ, ხო გესმით? ესე იგი ჩვენ წარმოუდგენელი რაღაც დაგვემართა, ესე იგი ასეთი გენოციდის, ასეთი ფორმა, ალბათ ავტოგენოციდი თუ შეიძლება ამას უწოდოთ. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, იმიტომ რომ როგორც წესი გენოციდს ერთი ხალხი მიმართავს მეორე ხალხის მიმართ. ისე რომ საკუთარ თავს მოუწყო ჩვენ გავუკეთეთ ჩვენ თავს. ხო გესმით? თან ისეთი მცირე რიცხვოვანი ერისთვის როგორ ჩვენ ეს მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა. თან დათო ამ დათოს მოთხრობაზე ვიტყვი ამ ტრაგედიას რეალურად აღწერს ისეთი იუმორით, რომ აი გუშინ საუბრობდით შენ პიესაზე დადგმულ სპექტაკლზე და მსახიობები ამბობდნენ რომ ესეთ ძიმე პრობლემაა საბერძნეთში ემიგრანტ ქალებზე და მაყურებლებიო იცინოდნენ, ოღონდ ეს იყო უხერხული სიცილი. და აი დაახლოებით ეგეთი განცდა გიჩნდება აი ამ მოთხრობის კითხვისაცაც. არის ძალიან კარგი იუმორით და სწორედ ეს ამ კრებულში შესული მოთხრობების ერთ-ერთი ანუ ყველაზე დადებითი ნიშანი რომ არ ეტყობა არც ერთს რომ ეს არის ნაზალადევად დაწერილი. არ არის ნაზალადევად. და ასევე ძალიან დიდი მადლობა და თუ შენს ნინე შენს ამ გადაცემისთვის რომ ანუ რეალურად აი ამ სემინარისთვის და ამ წიგნისთვის რომ მოხდა ის რომ ეს თემები ერთ თითო უნდა აგვერჩია. იმდენად ახლობელი გახდა, იმდენად ახლოს ხო და იმაგას ვამბობ რა, იმდენად ახლობელი გახდა რომ არ შემოიფარგლება კონკრეტულად აი ამ წიგნით და აი ამ პროექტით, იმიტომ რომ ამ თემებზე მუშაობას გავაგრძელებთ. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო ალბათ ეს წიგნი, რომ რეალურად უფრო ახლოს შეიძლება ვფიქრობდით ამ თემებზე, მაგრამ აი ესე ახლოს არ გაგვიაზრებია და არ მივსულვართ თქვა აი ამ ყველაფერთან. შესაბამისად აი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია და კი მე ვეთანხმები ინამ რას თქვა რომ ახლა კი გასაგები მე ჩვენ ხო ვიცი რომ აი არსებობდნენ და ისა, მაგრამ აი ან მართლა ვერ ამჩნევ, ან კიდე ამჩნევ, მაგრამ შენ ისედაც ფიქრობ რომ აი ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, ან ისედაც ფიქრობ რომ ეს შენ არ გეხება, ან ფიქრობ რომ ეს სხვისი პრობლემა უფრო მეტად არის ვიდრე შენი. ხო იცი, როგორც ხდება ხოლმე რომ მოიშორო, ეხლა თავი არ მოიშორო, თორე მიზეზ და იმას იმდეს მოიგონებ ისა. აი თუნდაც და რო ავიღოთ, აი ისევ და ისევ უკავშირდება ამ კრებულს, თუნდაც ორშაბათს რო გავრცელდა კვლევა. რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს თავშესაფარში. ანუ რეალურად ეს იმდენად მძიმე, იმდენად შოკის მომგვრელი კვლევაა, რომ აი არაფრით ჩამოვარდება კი არა, გაცილებით სასტიკია, ვიდრე იყო ციხის კადრები. რომ ბავშვებს ელემენტარულად ტკივილ გამაყუჩებელს არ უკეთებენ. ანუ ბავშვები არიან, ვისაც გაცილებით მეტი ყურადღება ჭირდებათ, ვიდრე ჩვენ თუნდაც. ანუ განსაკუთრებული ბავშვები არიან და აი ამ დროს ისინი აწყდებიან სრული იზოლაცია და აი ფაქტებია შოკის მომგვრელი რომ ბავშვი რომელსაც კალათბურთის ზომის თავი ჰქონდა და უბრალოდ მოკვდა 30%-ია რომ მას მაინც ცუდი ცხოვრება ექნება და მოდი მოკვდეს. აი ეს არის და ესეთი პროექტები გაცილებით მეტი უნდა იყოს ჩემი აზრით რომ არა მარტო თქვა აი ამ 9 მწერალს, არამედ ყველას გაუჯდეს თავში თუ რა მნიშვნელოვანია.
ქვეყანაზე მოქმედებს ქვეყანის დამოკიდებულება, სახელმწიფოს დამოკიდებულება ესეთ ადამიანზე პირდაპირ ახასიათებს სახელმწიფოს და ამ კვლევის ფონზე ჩვენი სახელმწიფო რაც გამოჩნდა, ალბათ არაფრით განსხვავდებოდა, გეგონებოდა რომ საკონცენტრაციო ბანაკის შესახებ დაწერილ კვლევას კითხულობდი, DRI ხო ორგანიზაცია რომელმაც გააკეთა ეს კვლევა. ასე რომ ეს თემები ძალიან მეორე მხრივ ხა კი ეს სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები. ძიმია მოსასმენეთაც ხო აი თვალის გასწორება ძალიან რთულია, მაგრამ მეორე მხრივ ხა ეს რო დაუკვირდე ხო აი ხა ჩვენი სივრცე ხო მედია სივრცე აი გაჯერებულია 1000 სისულელით და აი 1000 მართლა მეათე ხარისხოვანი თემატიკით. და ესე იგი ვერ ხვდებით რომ რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი და რა უნდა იყოს ქვეყანაში პრიორიტეტული თუ მართლა გვინდა რომ თანამედროვე სახელმწიფო გვერდოს. თანამედროვე სახელმწიფო ზუსტად მაგას ნიშნავს, აი რის გამოც შევკრიბა ესა ნინო, მაგას ვიძახი რომ ასეთი დამოკიდებულება გაქვს ასეთი ადამიანებისთვის, ესე იგი ანუ ჯანმრთელი და თვლი რომ გამორიცხულია რომ იმის გამო რომ მას რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა არ იყოს შენ საზოგადოების წევრი. თუ ამ აქეთკენ არ წავალ განარჩენის სულ ტყუილია რა, რომ თანამედროვე სახელმწიფო მაგას ნიშნავს. ანუ ჩვენი პოლიტიკოსების საუბარი იმაზე, რომ აი ჩვენ ამ არჩევანს ვაკეთებთ, ამიტომ ხმა მოგვეცით, რომ ევროპისკენ მივდივართ, თუ ამის პარალელურად იმას არ აკეთებს სახელმწიფო, რასაც ჩვენ საუბრობთ, რის გამოც ეს კრებული შეიქმნა. მაშინ მე მეჩვენება, რომ ეს ტყუილია, ხო გესმის ასწავლო. ამიტომ ჩემი დამოკიდებულება ამ ხალხ აი ხო როგორ დაიწყოს, ბევრჯერ მომიყოლია, მაგრამ რომ აღმოვაჩინე ესე იგი ბავშვობაში ფეხბურთის ყურების დროს ესე უცხოურ სტადიონებში ვაჩვენებდა. როდესაც მაისურებს ჩუქნიან ფეხბურთელები, შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ. ესე იგი ზედიმასთან, ნინო, აი სტადიონის ესე იგი საფართან იქვე ისხდნენ ხოლმე თელს გაყოლებაზე ეტლებით მოსარგებლე უამრავი ადამიანი. და იგივე ვერ ხვედავდი ჩვენ სტადიონზე და ამიტომ მე ვფიქრობდი რომ პატარა ვიყავ ვერ ხვდებოდი. მგონი როდესაც ერთხელ მოხდა საქართველოში ეს რომელიც ფეხბურთელმა გააკეთა ეს კახი ცხადაძე რომელიც იყო პირველი ლეგიონერი სხვაშორის პირველი ქართული ფეხბურთელი რომელიც მაინის ფრანკფურტში თამაშობდა. იქ ეთქობა ნახა ეს რომ მისთვის აღმოჩენა იქნებოდა რომ თამაში ესტრებიან იმიტომ რომ ჩვენთან ეს არ იყო. კი, იმიტომ რომ ეს ადამიანები გარეთ ფაქტიურად არ გამოდიან და არ გამოდიოდნენ და ეხლა ძალიან შეზღუდული ოდენობით გამოდიან, იმიტომ რომ იცნობთ იგივე თქვენ მერაბს, რომელიც ნახეთ რომ ესეთი ადამიანი რომ გამოვიდეს, უბრალოდ ვერ გადაადგილდება, იმიტომ რომ არ არის ადაპტირებული ტრანსპორტი, არ არის თქვათ შესაბამისად კინოში ვერ შევა ადამიანი, იმიტომ რომ არ არის პანდუსი მაგალითად და ასე და აი როგორ მუშაობს მედია, თუნდაც აი ლუდის რეკლამა რო ავიღოთ, ერთ-ერთი ლუდის რეკლამა, გინესის რეკლამა რო როცა ერთი ადამიანის რომელიც ეთლში ზის გამო მთელი გუნდი ჯდება ეთლში და ერთად რო თამაშობენ რა ანუ რეკლამაშიც კი ანუ აი ეს მესიჯებია და მთელ ტელევიზიაში და ანუ რეალურად არასაკმარისია რა ეხა თუნდაც აი საახალწლო ისტერია მოდის და იწყება რომ აი როგორ ემზადებენ ახალი წელს როგორ ზეიმობენ როგორ რა კარგი ახალი წელი და აი ამ დროს არის ამდენი პრობლემა რეალურად რა აი არასაკმარისია გადაცემაში რამდენჯერაც გავაკეთეთ მიუხედავად ამისა ეს მინიმალური აი ძალიან ცოტაა რა, აუცილებელია რომ კარი გავაღოთ კი არა, გაანგრიოთ ვაფშე არ არის საჭირო რა. ხო, არის რაც შეიძლება ფართოდ გამოვუღოთ ამ ადამიანებს კარი და კრებულში არის სხვა შორის ეს ძალიან დამავისდა რომ მე თქვა ბოდიში, აი ბოლოში ესე იგი მერაბი ვახსენეთ ლაბარტყავა და წერილები ესე იგი იმ ადამიანების ვინც დაგვთანხმდა და იღებდა ესე იგი ვინც მოვისმინეთ მათი ისტორიები, მათი ამბები და კრებულშიც აღმოჩნდა რომელიც სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ხო იცი მაინც პირველ ფილში იმ განცდა აი ესე იმ სამყაროს აღქმა რომელშიც ცხოვრობ რა და რამდენი რამე გაკლია ხა მართლა ხა არ გამოდიან სახლებიდან დღემდე იმიტომ რომ ჩოვლებრივი ის არა ჩოვლებრივი და რაც ევროპული ქვეყნებისგან განგვასხვავებს ისიც არა ის ელემენტარული რომ ავტობუსში ვერავა ხო ტრანსპორტში ვერავა საზოგადო ტრანსპორტში გამორიცხულია ხო ყველგან საათ ჩერდება ხა ესპანეთის მაგალითი კარგად ვიცი ავტობუსი რო ჩერდება და გაჩერებაზე ეთნით მოსარგებლე ადამიანია ავტობუსი ისე არის და ისა რა ქვია დამონტაჟებული რომ იწევა ჩაოლება ესე იგი ეს ქვედა ის არ არსებობს ტექნიკურად არანაირი შეზღუდვა არ აქვს ეთნით მოსარგებლებს და ადის ჩაოლებური მგზავრია და აღარაფერს მომავ იმაზე ის იმ საზოგადოებამ უკვე მედია ისე მუშაობს და ასეთი კრებული ერთი ცალკეული კი არ აქვს აი იმდენი აქვს და ისეთი გავლენა შემოქმედებით ხატული შემოქმედება მაინც ხო ის მნიშვნელოვანია რომ იმ ყველა მგზავრმა ვინც ავტობუსში ზის და ვისაც არ აქვს ისეთი პრობლემა როგორც იმან იცის რომ იმ თავარი მოქალაქე ის არის და არა თვითონ ესმის როგორც ჩვენთან ის გონია კი ასე პრობლემა არის თათო ის რომ არა მარტო ის რომ თქვა საზოგადოება
საზოგადოების დიდი ნაწილი არ იღებს ასეთ ადამიანებს. თვითონ ოჯახები, სადაც ესეთი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, თვითონ ოჯახებს არ აქვთ მიმღებლობა თავიანთი ოჯახის წევრის. მიმღებლობაში რას გულისხმობ? ანუ თვითონ ოჯახები არიან სტიგმატიზირებული. ცხენიათ, რომ ესეთი ოჯახის წევრი ყავთ სახლში. და აი აქ არის ერთ-ერთი თქვა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედის, ლილეს დედის წერილი, მირანდას წერილი აი ამ წიგნის ბოლოს და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ აი ყველა ადამიანი უნდა ეცადოს, რომ აი ასე იფიქროს თავის ოჯახის წევრზე, რომელსაც აქვს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები. აი ეს ადამიანი წერს, რომ ეს ბავშვი არის ჩემი საჩუქარიო და აი მე ამ ბავშვმა დამანახა, როგორი უნდა იყოს ადამიანი საერთოდ. ანუ ეს აღიქვავს როგორც რაღაცა წყალობას, აი ამ ბავშვის არსებობას და როგორც საჩუქარს მისი ოჯახისთვის და არა ის რომ თქვათ პირიქით სიმძიმე აწევს და ტვირთი აწევს, იმიტომ რომ ყავს აი ესეთი ოჯახის წევრი. აი თვითონ ესეც აღქმაც და აი ოჯახის წევრების ხრიდან ცოტათი პრობლემატურია საქართველოში. მაგალითად, როდესაც ყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სახში, არ გამოყავთ გარეთ. გარდა იმისა, რომ ვერ გამოყავთ, უბრალოდ არ გამოყავთ, იმიტომ რომ ცხენიათ რა სიტყვიან, თქვათ მეზობლები, რა სიტყვიან ნათესავები, რა სიტყვის საზოგადოება მათზე, ხო, რომ აი თქვათ ესეთი ადამიანი ყავთ ოჯახში. განსაკუთრებით რეგიონებში არის ეს პრობლემა უფრო მწვავედ ვიდრე თბილისში. ხო, მესმის და ეს გახსოვს ჩემი მარცხენა ფეხი როა ფილმი დანიელ დევილოვიჩი რო თამაშობს. კი. ამ ბავშვზე როა, რომელიც რო დაწერს იატაკზე და მამა რო წაიყვანს ბარში. მაგარი. აი ეგ უნდა შევცვალოთ ახლა ნინო რასაც ამოსნა, ესე იგი ჩვენ თუ ღია ვიქნებით, იმათაც არ ექნებათ ხო მაგ რაღაც კომპლექსები, რომ ჩვენ როგორ რას ვიტყვით და გაგვიხარდება რა. ხო გესმით? ანუ რაც შეიძლება ფართოდ რო გამოვაყოთ ეს. სხვა შეიძლება აი დაუნის სინდრომი რო ახსენე, მე ძალიან მომეწონა პაატა ქურდაძის იდეა. კი. ჩვენი კოლეგის მან თქვა რომ ესე იგი ასეთ იდეა გამოთქვა და მე ძალიან სიამოვნებით დაუჭერდი ხარს, იმიტომ რომ მეც მახსოვს ჩემი მშობლებისგან რომ ესე იგი იყო ცნობილი ადამიანი 60-ან 70-ან წლებში, კიკა, გვარი არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ადამიანმა ყველა მიგ ქონდა მას დაუნის სინდრომი? მაშინ დიაგნოზებს ეთყობა არ სწორია, როგორ ჩანს შესაძლოა მეთქი, იმიტომ რომ ვიზუალურად ხაცი აბიტუსი აქვს რაღაც სპეციფიკური ძალიან საყვარელი მე ვგიჟდები ამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადამიანები არიან იმდენად ესე იგი იმდენად აი პოზიტიური ისა კეთილი გარეგნობა და თქვა რომ პატამ რომ აი რა მოხდება რომ მისი ძეგლი დავდგათ ესე იგი იყო პლეხანოველი აი უბანში რა ესე იგი ძალიან მაგარი იქნება. ძალიან მაგარი ისე მომწონს ეს იდეა რა ხო გესმის ასაკო ესე იგი არა მხოლოდ თქვა მეფეებს წმინდანებს ან თავარსარდებს როგორც სკოლაში ჩვეულებრივ ადამიანს დაუვიდა ყველაზე მთავარი ჩვეულებრივი ადამიანია გესმის იმ წმინდანების ცხოვრებაში იმ თავარსარდებს ცხოვრებაში მე რომ გითხრა ყველა საინტერესოა ჩვეულებრივი ადამიანი როგორ ხდება ასეთი წარმატებული და ეს აი რიგითი ადამიანი რომელიც მართლა საოცარი სიყვარულით სარგებლობდა ეს ერთი რომელზეც აი სხვა აზრი არ არსებობდა რა ძალიან უყვარდათ. გარდა დადება. და მეორე კიდე ისა ეს ადამიანი იყო მართლა დისიდენტური მოვლენა იყო, იმიტომ მას არავინ არ თხოვდა პასუხს ისეთი აზრების გამოთქვისამის, რის გამოც ხებს იჭერენ, იმიტომ ამ სინდრომის გამო ალბათ. ხო გესმით რა? ხო და მომწონს ეს პაატას იდეა, მეც უჭერებ ხარს, რომ აი რა მოხდა რომ რაღაც ის კონდეს რაღაც არაორდინალური დამოკიდებულება მაგარი ჟესტი იქნება. ხო, და მე ორდინალურს მე მივხვდები, თუ ესე თუ ასეთი ადამიანის ძეგლს ვდგამ, ასეთი ადამიანები რო ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები იყვნენ, ამის პრობლემა აღარ გვექნება, ხო გესმის? არც იმათ ექნებათ ოჯახებში რომ მალავენ სახლებში და როგორც აღარ შეერწყებათ, კაცო, თუ დაუნის სინდრომით ყავთ ოჯახში და მალავენ რომ გარეთ არ უშვებენ, გესმის? განსხვავებით დასავლური ქვეყნებში, ევროპა ეგ არის. ის ხალხი ჩვეულებრივად თან არსებობს, თანაც ცხოვრობს, თან გესმით, ამიტომ აიდეა რა ვიცი მე მომწონს რა და სულ ფიქრობ ესე როგორ გავშალოთ ეს კი გეთანხმები მე ძალიან მომწონს მეც მაგის მომხრეო რომ შემოქმედება აი მაინც რა ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რა აი შეიძლება უფრო მეტი ეფექტი კონდეს და შედეგი ვიდრე ვთქვათ აი სტატისტიკას ხო გესმის ასე ვინდერე გამოვაცხადოთ მაგრამ ნუ მაინც ვფიქრობ რომ შეიძლება არ იყოს საკმარისი იმიტომ აი ნოლიდან კი არ ვიწყებთ ალბათ მინუსებიდან რა ნინა ეს ციგნები შეიძლება ნახონ კითხულ ან ბიბლიოთეკებში დაიდება და ბიბლიოთეკებში დაიდება დღეს გავაგზავნეთ სწორედ საჯარო ბიბლიოთეკაში ყველა ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში გავაგზავნით და ნუ პრეზენტაციის დროს ასევე დარიგდა და ეხაც ნუ ვისაც სურვილი ექნება რასაკვირველია გავავრცელებთ და გადავცემთ კი სხვა შორის აი კინო ალექს რო ახსენე აი თუ გახსოვს თუ შეგიძლია დამეხმარო ხა
შენ ჩაერთე ამ იმაში. ძალიან დიდი მადლობა. სხვა შორის ნახე ერთი სამწუხაროდ ჯერ ერთი სერიალი და ძალიან მომეწონა რომ განსხვავებული სერიალიც გაჩნდა კიდე. შენ სერიალს გულისხმობ პანიკის გარეშე. პანიკის გარეშე, ხო. ხო, ძალიან. რატო გეუბნები, ცი რომ აი პერსონაჟის შექმნას ხო ძალიან მნიშვნელოვანია. დასავლური რამდენი კინო არსებობს ამ ადამიანს. მათაც ეგრე დაიწყეს თავის დროზე, ხო? ნაწარმოებებს ქმნიან, ფილმებს იღებდნენ. და ეს ადამიანები გამოიყვანეს ნებნებად, ჩაკეტილი იმიდან, სადაც ცხოვრობდნენ რა და ჩვენ ახლა გადავხედე, აი არ ვიცი, დამეხმარე, რომ თუ გვაქვს ამ ასეთი ბევრი პერსონაჟი ყავს კინოში, თეატრში, ლიტერატურაში, აი ეგ არ მახსენდება. აი სწორედ ეგ იყო, აი ფეგბურთი ვახსენეთ. ნუ ფეგბურთი მასმედია ხო განუყოფელი ნაწილი. რეკლამა ვახსენეთ, გადაცემა, აი თვითონ მასმედია. ეს თემები გამჯდარია სხვაგან. ჩვენთან არის ძალიან მინიმალურად, თითქმის არ არის რა. ხო, მაგაში ანუ შეგნებულად აკეთებდნენ თავის დროზე, ეს ახლა არ დაუწყეთ, ჩვენ ახლა ვიწყებთ, ხო? ხო, ანუ მარტო სოციალური რეკლამა და აი ესეთი მსჯელობები არ ეყოფა. თუ არ იგრძნეს ადამიანებმა, აი თუნდაც აი ამ წიგნში, რომ აი წერალი რეალურად ფიქრობს ამაზე. როდესაც ფილმს უყურებ, აი ახალი ფილმია თუ ორსები 2013, სადაც მომვლელი რო ყავს ზანგი. ხო, ძალიან კარგი ფილმი, როცა აი ამათი ურთიერთობის ფონზე იგებს შენ ზოგადად აი ამ ადამიანის მდგომარეობის ძალიან მაგრად შედიხარ. აი ხაშე ძალიან ხო და აი ესეთი დამოკიდებულება წლის, ესეთი ხალისიანი დამოკიდებულება. ისიც რომ აი რაღაც რაც არის ტრაგიკული, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, მოკლედ და არ დავმალოთ რაღაცეები, რაც არ არის დასამალი. პირდაპირ ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ და არა მარტო პირდაპირ ვიმოქმედოთ რა. და ამ ადამიანებისგან გაცილებით მეც სწავლობ. როცა პირდაპირ ეხები, იმიტომ რომ მაგალითები არიან შენთვის რა, იმას ვიხსენებ ხოლმე. ლარი ფლინს, რომელიც რო ჩაჯდა ამ ეტლში, გააკეთა გაცილებით მეტი და თითქოს მართლა მეორე ცხოვრებას იწყებენ და ისდენად ძლიერები არიან. რომ აი მე მიკვირს პირადად რა, აი მე ამას ვერ მოვახერხებდი, რასაც ადამიანები ახერხებენ. აი თუნდაც მერაბის მაგალითი ჩემთვის არის რაღაც გამორჩეული, რომ ადამიანი დაბრუნდა გერმანიიდან, დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რომ მის მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს სხვები და უტარებს ტრეინინგებს. და ასევე სხვა ბევრი რომ საქართველოში და ბევრი მისი მეგობარი რომ ძალიან მაგარი მაგალითია. შრომობს იმისთვის, რომ თუნდაც მოხდეს რატიფიცირება შეზღუდული შესაძლებლობის კოდაპირების კონვენციის, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს მხრიდან, მაგრამ არ ხდება ამ კონვენციის რატიფიცირება, იმიტომ რომ და იმედი გვაქვს რომ მოხდება, იმიტომ რომ შესაძლოა ქვეყანა მოახდენს კონვენციის რატიფიცირებას, თან უნდა დაერთოს ამას ბევრი აუცილებელი ხარჯი მოყვება და იმიტომ ითხოვება სხვა გამახსენდა ჩანჩურა გახსოვს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ფანტასტიკური. აი ძალიან კარგი ფილმია Temple Grandin, თუ არ გაქვთ ნახი, გირჩევთ და ნახოთ აუტისტ ადამიანზე. თუ გინდათ გაიგოთ რა არის აუტიზმი და როგორი არის აი ამის განვითარება, აუცილებლად ნახეთ Temple Grandin ფილმი. სხვა შეიძლება ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ამიტომ მინდა რომ მაქსიმალურად ბევრი მოვასწროთ, სანამ ჩვენ გადაცემა დამთავრდება, იმიტომ რომ არტარიას მსმენელს და მაყურებელს ექნება საშუალება, რომ ყურადღებით მოგვისმინოს, ბევრჯერ, რამდენჯერაც მოისურვებს, ინტერნეტი უკვე იძლევა ამის საშუალებას, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანს არტარიას მაყურებელი იქნება თუ რადიო უცნობის მსმენელი, შეუძლია აღმოაჩინოს მასთან ძალიან ახლოს, იქვე გვერდით სხვადასხვა ასეთი ადამიანი, რომელსაც გარდა იმისა, რომ ჭირდება ჩვენი თანადგომა და ყურადღება, ეგ ძალიან მომეწონა, რომ რამდენიმე შეგიძლია ისწავლო რა, იმიტომ რომ ყავიცეთ ჯანმრთელად გონე თავი და სულ დაგვიხარ და სულ ესა ბევრს მოძრაო, ძალიან მნიშვნელოვანი რამე შეიძლება გამოტოვო. რომელსაც მხოლოდ იმ ადამიანისგან შეიძლება მიიღო და ისწავლო. ეს ნამდვილად ასია რა. გახსოვს ამ წიგნის სამუშაო სათაური რო თქვი შენ, სახელწოდება გდანის მთავარანგელოზი. ხო, გდანის მთავარანგელოზი. კოტე. ხო და ხაზის მონათხრობის მერე. არა, გდანის ანგელოზი, მთავარანგელოზი თქვა, მე მგონი რატი ამაღლებელნო, ასე მახსოვს. მე ვთქვი გდანის ანგელოზები, სხვა შე მაგდანისანგელოზები თქვი შენ. გდანის ანგელოზების იდეა ეხლაც მაქვს ამ იდეასთვის თავი არ დამინებები და ესეც თქვენი ესეც დინოს დამსახურება იქნება, იმიტომ რომ ფიქრობ ამის განხორციელებას, იმიტომ რომ თემატური ისე მოხდა, რომ ალბათ მაგ წიგნს დავწერე ნამდვილად, ესე იგი არ შევეშვი რა გდანის ანგელოზებზე. წიგნი მინდა დავწეროთ, ეს ვიყავი გლდანში და მართლა იმსახურებს ეს ქვეყანა გლდანს უგულისხმობ იმას, რომ ერთი წიგნი სპეციალური წიგნი არსებობდეს გლდანზე, მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანივით არის ხო ცალკე საერთოდ ქვეყანა, მართლა ის არის, ხო, ძალიან საინტერესო სხვადასხვა და აი, ყოჯი რომ მართლა რო ვერ ხედე, რო არ გინდა რომ მე ვარ გაზრდილი, აღმოაჩინ, ხო. ну, სხვაშორის წერილები კი ყავთ, კაი წერილები, რეზოინანიშვილმა დაიწყო პირველად, მე მგონია ქართულ ლიტერატურაში გლდანი პირველად რეზოინანიშვილის შემოქმედებაში გაჩნდა. შეიძლება ვწდები ხა, შეიძლება მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ უფრო ადრინდელი, ესე იგი, ქართული წერილი არ მახსოვს, მაგრამ გლდანი მანამდეც არ იყო, ხა ვერ გაჩნდებოდა.
სხვა მწერლები, ესე მე-20 საუკუნემდელ ქართულ ლიტერატურაში. დავით ქართულიშვილი დიდი მდიდარი მწერალი მოგეხსენებათ. ხო, ეხლა რა მიდოდა? დათო მუხიანელი იყო. მუხიანელი იყო, ხო, არ იყო, გდანე, ხო, კარგად იცნობდა გდანე. ამერიკელი გახდა უკვე. ნუ მე ვარ მუხიანელი, შესაძლოა მე ვარ ამერიკელი. ხო, რა მიდოდა მე თქვა, რომ აი, სხვა შორის მე ვიყავი ესე არ მინდა დამაუწყდეს რომ მადლობა უთხრათ ასევე მწერალთა სახს გვიმასპინძლა ხო ისა იყო სადაც იყო ამ წელს ოჩი გაიმართა პრეზენტაცია დიდი მადლობა ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია რომ ბევრი ხალხი მოვიდა ესე იგი ინტერესი რომ გაჩნდა ეს უკვე კარგია ესე იგი ნაბიჯია რა ეხლა გასაგებია რომ ჩვენ აი ეს არ გვაკმაყოფილებს რაც მოხდა არ თუმცა არ არის საკმარისი მაგრამ ნუ ნაბიჯებისგან შედგება ყველა პროცესი რა ეხლა ნაბიჯი იყო რომ ბევრი ადამიანი მე ვიყავი ესე იგი პარაოლიმპიური ნაკრების შეკრებაზე და გაუგრებული დავრჩი რა ესე იგი არ ვიცოდი ეს რამდენი რამე არ ვიცით რა იმ გოგონას ისტორიაც რა მაგარია აი თუნდაც სცენარისტვის საქართველოს და რო წაიყვანე სახელი და გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ ოლიმპიური ჩემპიონი ვინც გახდა წურვაში ქართული გოგონა რომელიც 9 წლისას წაიყვანეს ანუ ფეხის გარეშე დაიბადა და ამერიკელი ქალი რომელიც იყო აქ ჩამოსული წაიყვანა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა აი წარმოიდგინე ამ ხელა რამის ნიშნავს უბრალოდ ყურადღება ანუ ნებისმიერი ადამიანი. არა, საოცრებო იყო ეს ადამიანი. მე აი რა გამიკვირდა ესეც ჩემთვის, აი რა აღმოჩნდა, ესე რაზე ვგიჟდები, რომ ნახე ამდენი ადამიანი ეტლით მოსარგებლე, რომელსაც მართლა როგორი პრობლემა აქვს და როგორი შეზღუდვა აქვს ჯანმრთელობის მხრივ. და ამ იმ ქვეყანაში ესე როგორი მონდომებულები არიან ახლა ისე ემზადებიან შემდეგი ოლიმპიადისთვის. ისეთ იმაზე არიან, რა ვქი და იმავე ქვეყანაში რამდენი მამაკაცია, ორი ხელი აქვს, ორი ფეხი აქვს და მთელი ცხოვრება არაფერს არ აკეთებს. აი ჩემთვის არის გამოუგნებელი და იმის რა ქვია ქალების კისერზე ცხოვრობ. აი შოქში ეს დავიწყე მაგაზე დაკვირვება, რომ ისე ამ ხალხის როგორი ის გავხდი, იცი დამფასებელი, რომ წარმოვიდგინე ისე რა ცოტა შეურაცხყოფიათ ვიგზენი თავი რა, რომ ის კი არ არ იმჩნევა. იდეა უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ამ ადამიანებს და უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. დათო მე ესე ვფიქრობ, მეტი ხელშეწყობა რა ქონდეთ სახელმწიფოს მხრიდან. რომ თქვათ იგივე ბიზნესმა, იგივე სახელმწიფო სექტორმა, ხო, ან საჯარო სამსახურებში, ან კერძო კომპანიებში რომ დაასაქმონ ეს ადამიანები. ძალიან კარგი იქნება, რომ აი ხელი შეუწყონ ამ ადამიანების ინტეგრაციას. ძალიან რთულია მათთვის სამსახურის პოვნა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ უპოვო სამსახური, ხო, მანამდე უნდა გაატარო ტრეინინგი, უნდა მოუძებნო სპეციალური უნარჩვევები. ხარჯთან არის დაკავშირებული? არა, ხარჯთან არ არის, ეს არის სურვილთან დაკავშირებული და ხარჯთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ის, რომ უნდა მოამზადო, ხო, სპეციფიურად ეს ადამიანი იმ კონკრეტული სამუშაოსთვის. და ნებისმიერ მიმართულებით, ნინო, აი კამარას გამოფენა რო ახსენეთ. აი ისეთი მაგარი ნამუშევრები ქონდათ გაკეთებული, თან აი რამდენიმე თვე ქონდათ შეხება უბრალოდ აი ამ საღებავებთან თუ სხვა იმასთან. ხო, იგივე აი კამარას მაგალითი. აი არტ ბრუტის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იყო, მგონი ახლა რა რატო არ შეიძლება თქვა წამოდამოკიდებულ პირთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი რომ დააფინანსოს სახელმწიფომ, ხო? და იყოს თქვათ რეაბილიტაციის, სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო აიღებს თავის თავზე და არ დააფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, დონორი ორგანიზაციები. ესეც მე მგონი ერთ-ერთი ხელშეწყობა იქნება ამ ადამიანს. სულ მინდა აი გკითხოთ რომ რაში არის პრობლემა? ჯერჯერობით რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რატო რომ დიდი ხარჯიელი სახელმწიფო კი, რასაკვირველია, ხარჯიელის უნდა გააკეთონ პანდუსები, უნდა იყოს განათლება, თქვათ უნდა იყოს განათლება, ასეთი ხელმისაწვდომობა განათლების ასეთი ადამიანების ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც რასაკვირველია ხარჯთან არის დაკავშირებული და ბევრი სხვადასხვა ღონისძიებებია განსახორციელებელი, თუმცა არ მგონია რომ ეს ის ხარჯი იყოს, რომელიც სახელმწიფოს არ შეუძლია რომ თავის თავზე აიღოს. იცი რა განსამაქმე რომ არა გააზრებული ჯერ. ამ საკითხის მნიშვნელობა და თვითონ პრობლემაა რა. ჯერ გააზრებული არა თორე თუ გაიაზრებ ამის შეუძლებელი არ დაიწყო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა რა. იქ რაღაც მიწისქვეშა გადასასვლელში პანდუსი არის ამოვარდნილი მთლიანად, იმიტომ რომ სახლიდან ვერ გამოვდივარ და ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობ და აი რა თმინდა იქ ახლა თან ესე გაკეთებული, რომელზეც ისე ვერავა მართლა ოლიმპიური ჩემპიონი. ხო, ნუ იგივე ახალ კორპუსებს როცა აშენებენ, თვითონ ბიზნეს სექტორმაც ხო შეიძლება რომ გაითვალისწინოს, თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიგრძნოს ეს პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების წინაშე, რომ თქვა ახალ კორპუსს რო აშენებდა, რომელიც აშენებაც გიждდება მილიონი, შეიძლება 1000 ლარი დაგიждდეს პანდუსის გაკეთება, რომ ადაპტირებული იყოს. მიზერული ხარჯია. კი, და ეხლა მე ვაკვირდები სპეციალურად ბევრ ახალ მშენებლობებს და სამწუხაროდ არსად არ შემიმჩნევია. მე სამწუხაროდ ვაკვირდები რა ამის მე გამიმძაფრდა ეს ისა, რომ ესე იგი
აი რატო ეს გარემო რამდენად ის არის შესაბამისობაში რა. ძალიან შორს ვართ რა, ამიტომ მარტო რაღაც დეკლარირება იმის რომ ჩვენ ავრჩიეთ ევროპული გზა და ევროინტეგრაცია, ჩვენი არჩევანი ეს რა თქმა უნდა შეიძლება დარჩება აბსოლუტურად ლიტონ სიტყვებად თუ ამას შესაბამისი რა არის ჩემთვის რომ აი რაც დასავლეთში ყველაზე თვალშისაცემია. პირველ რიგში რა რომ ჩვეულებრივ ადამიანი ხო ეხლა ეგ მეც ესე აღმოვაჩინა ლონდონში რომ ვატყობდი რომ ქუჩაში რომ მიდიხარ ხვდებიან აი თქვა დაუნის სინდრომით ადამიანები ხო გესმის და მაშინ ვფიქრობდი რომ ისა რა ქვია ესე ჩვენთან საერთოდ არ არსებობდა ან ძალიან ცოტანი იყვნენ და თურმე პრობლემა რაშია რომ გარეთ არ გამოდის ის ხალხი არ უშვებენ და როგორც შენ ამბობ რა ან ოჯახის წევრები არ უშვებენ თვითონ არ უნდათ რა იმიტომ რომ ძალიან დისკომფორტულად გზნობენ თავს და შეუქმნათ ეს კომფორტი პირიქით რა და ჩვენთვისაც რადიკალურად შეიცვლება ცხოვრება აი დარწმუნებული ვარ რა ისე გავდიდრდებით ისეთ რაღაცებს შევიძინეთ ამ ადამიანებისგან ისეთ რაღაცებს რომ აი სხვა საზოგადოება გავხდებით სხვა ქვეყანა გავხდებით შესაბამისად და ეს ამოჩენება აღარ გვექნება ეს ევროპა და ესა ჩვეულებრივი ამბავი იქნება ხო გისმის ეგ არის ახლა თავი და ბოლო ეგ მეტი ამახა აგიტი განსხვავდებით დასავლური ცივილიზაციისგან რა აღმოსავლური და ის რა არის რა ქვია საბჭოური ან რაღაც რეჟიმი რა არის რომ რაღაც ნაწილია კარგად და დანარჩენი უმრავლესობა ცუდად და დასავლეთი ეგ არის რომ ევროპაში ჰარმონიულად დანია რა არის რომ ჰარმონიულად ცხოვრობს ყველა არის ბედნიერი პირველ ადგილზეა რატო იმიტომ რომ ესეთი განსხვავებული ადამიანები არსად არ იმალებიან ხო იმიტომ რომ არ არსებობს განსხვავებული ადამიანები ხო ყველა ჩვენ თანასწორი ვართ და მithumetes შესაძლებლობები ხო როცა რაღაც ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, ალბათ ყველაზე მეც და რეალურად რაც უნდა იყოს ღირებულება და რის გარეშეც შეუძლებელია რომ არსებობდეს საერთოდ საზოგადოება და სახელმწიფო, იმ ღირებულებებზე თვალს ხუჭავთ და არ ვფიქრობთ რა, ამბობთ რაღაც უაზროდ რაღაც აბსტრაქციებს უტრიალებთ, რომ აი რაღაც ჩვენი ტრადიციები და რა ტრადიციები, როდესაც გვაქვს აი ესეთი პრობლემა, როდესაც ჩვენს გვერდით ბავშვებს ელემენტარულად ტანჯავენ, ნუ აი იმ თავშესაფრების პრობლემა არის რეალურად აი მართლა არ ვიცი რა უქნა იმდენად დისკომფორტი ეს სიტყვა იხმარე ტრადიცია იმიტომ რომ მასა ტრადიციებს რომ მოყვეთ ბავშვებთან დაკავშირებით ჩვენ ისეთი საშინელი ტრადიცია გვაქვს ალექს არც ერთ სხვა ხალხს არ აქვს რა ბავშვებს საქართველოში იყო ბავშვების ბიზნესი ყიდდნენ ხო რამდენიმე საუკუნე საქართველოში გრძელდება ანუ ჩვენ ის ქვეყანა ვართ ამის აღიარება ძალიან გწვენია ძალიან ხშირად და თვალს ხუჭავთ და არ ვამბობთ მაგრამ მე არა ვარ ამის მომხრე რომ რაღაცა რომ გაქვს ცუდი ეს არ დამალ. პირიქით, მე ყოველთვის მიხარე და სულ ლაპარაკობ იმ უპირატესობებზე, რაც გვაქვს ქართველებს და რა ნითიც ვამბობთ, მაგრამ იმავდროულად, ხო, თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ და თანამედროვე ქვეყანა გავხდეთ და პროგრესივდეთ, აუცილებელია იმ სიმახინჯეზეც ხმამაღლა ვთქვა, რაც ჩვენ გქონდა. ეს იყო ჩვენს სხვებს ვაპარაკეთ, რომ თურქები გვტაცებდნენ, სპარსელები გვტაცებდნენ და ასე შემდეგ, ლეკები გვტაცებდნენ. არ ვამბობთ, რომ ჩვენი წინაპრები, ქართველები, ჩვეულებრივად იყვნენ ჩართული ამ ბიზნესში. რომანას სოლომონ მეფე რომელსაც კატეგორიულად აგზავნა იყო ბიზნესი ბავშვების გაყიდვის ბიზნესი ანაკლიაში რომ მოვიდოდა თურქული გემი ტევა არ იყო იმდენი ადამიანი იყო მსურველი რომ თავისი ბავშვი გაეყიდა და შემოსავალი სოლომონ მეფე ძალიან დიდი ხნის წინ იყო სულ 10 თუ 15 წლის წინ იყო ჯერ კიდევ როდესაც შეიძლებოდა სამშობიარო სახლებიდან ბავშვების გაშვილების დროს ყიდვა ბავშვის ხო $2000 იხდიდნენ და ყიდულობდნენ ბავშვს ეს ეხლა ხან ძალიან დიდი ბოდიში რო უკვე ძალიან ცუდ ისა რა არ მიდოდა მართლა უბრალოდ დიდი მადლობა ალექსმა ახსენა ეს ტრადიცია მაგიტომაც ის არასწორ კონტექსტში ხმარობთ ხოლმე სულ ტრადიციას ტრადიცია გონია რომ მარტო კარგი არსებობს და ისეთი ცუდი ტრადიციებიც გვაქვს ჩვენ სინამდვილეში მე მაგის მოხდა რომ კარგი შევინარჩუნოთ თორე ცუდი რატომ უნდა შევინარჩუნოთ პირიქით არ უნდა შევინარჩუნოთ და წინააღმდეგიც უნდა ვიყო და კარგი შევინარჩუნოთ ეგ არის ევროპა ყველა ევროპელმა ხალხმა კაი ტრადიცია შეინარჩუნა და მოახდინა სინთეზი იმ თავარ ღირებულებებთან რაც მოაქვს დემოკრატიულ და თანამედროვე საზოგადოებას ძალიან გამიგზელდა დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის ჩვენს მაყურებელს და ჩვენს ყურადღებისთვის და არ მინდა რომ ეს იყოს ერთჯერადი და მე ნამდვილად არ გავჩერდები ნამდვილად დარწმუნდი რომ იმდენად იმოქმედა ჩემზე მაშინ აი სემინარებზე რაც მოვისმინე რაც ვნახე და მithumetes რაც წავიკითხე ამ კრებულში ალექსის თამადობით ყველა ავტორს მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენს ყველა კოლეგას ვინც მიიღო მონაწილეობა და დიდი მადლობა ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრაზე დიდი მადლობა